საღამო მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლავართ ანა მესხი და მოგესალმებით ტელეკომპანია ქართული ტევეს ეთერიდან. დღეს პარასკევია, საღამოს 9 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ჩემს საავტორო გადაცემას სახელწოდებით ქართველური ცივილიზაცია. წინა საუბრების დროს ჩვენ განვიხილეთ ამირანის მამის, სულ კალმახისა და ამანის სახელების ეზოთერიული მნიშვნელობა, ანუ ის დაფარული მნიშვნელობა, რომელიც ჩვენთვის ცნობილი არ იყო და ზეწამოიწია ეგრეთ წოდებული ლინგვო-კულტუროლოგიური ანალიზის საფუძველზე. ამ საუბარს, რომელიც რიგით მე-6-ე გახლავთ, შეიძლება ვუწოდოთ იამანის სახელის ინფორმაციული სისტემა. სულკალმახის შემდეგ იამანი მეორე ყველაზე მეტად ცნობილი სახელი გახლავთ ამირანის სახელებს შორის. სანამ უშუალოდ ანალიზზე გადავალთ, მანამდე რა თქმა უნდა, საჭირო არის ძალიან მოკლე ფონური ცოდნის დამატება, რომ იამანის ანალიზი სწორ კონტექსტში ჩავსვათ. მაშასე, მიხეილ ჩიქოვანის მიჯაჭვულ ამირანში მოცემული არის 58 ნომრად ეგრეთ წოდებული ამირანის ზღაპარი, ანუ ამირანიანის ციკლის ერთ-ერთი ვარიანტი. ამ ვარიანტის მიხედვით ცხოვრობდა ერთი მჭედელი, რომელსაც უпростоრად ერთხელ მოესმა საშინელი კივილის ხმა და გადაწყვიტა, რომ გაეგო თუ ვინ იყო ეს პიროვნება. ამისათვის მოემზადა იგი, გააკეთა, გამოჭედა თვითონ თხელი საპირეები, მოემზადა საგზალი და გაუდგა გზას. როდესაც ადგილზე მივიდა, რა თქმა უნდა, ეს რკინის საპირეები კლდეში ჩაარჭო, მისი საშუალებით აცოცდა კლდეზე და როდესაც კარების მაგვარ ადგილს მიაღწია კლდეში, სწორედ მაშინ ეს საპირეების გაუთავდა. მან კარი შეაღო და იქ მშვენიერი ქალბატონი დაინახა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, ახალგაზრდებს, ამ ახალგაზრდა ქალსა და ახალგაზრდა ვარს, მჭედელს და დარჩნენ ერთად. ერთხელ ქალმა უთხრა, რომ გული, ასე იგი, ცუდ ამბებს უგრძნობდა პირველი მისი მეუღლისაგან და ამიტომ სთხოვა მჭედელს, რომ უკან დაბრუნებულიყო. თუმცა მჭედელმა მისი ეს თხოვნა ძალიან შორს დაიტოვა და დარჩა მასთან. იმავე საღამოს მართლაც საშინელმა კივილმა გამოაღვიძა მჭედელი და როდესაც გაიღვიძა, დაინახა, რომ ქალი უკვე სიკვდილის პირას იყო. ქალმა სთხოვა მჭედელს, რომ ბავშვი ამოეყვანა მისი მუცლიდან, მოზრის ტყავში შეეხვია და იამანის წყალთან დაეტოვებინა. ამით მისი მოვალეობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ამოიწურებოდა და ბავშვს მიხედავდნენ. მჭედელი მართლაც ასე მოიქცა, რამდენიმე ხნის მერე გაიარა იამანმა ამ ახლომახლო, დაინახა ეს ბავშვი, მოეწონა და გადაწყვიტა, რომ იგი აღეზარდა და თავის სახლში წაეყვანა. მას უკვე 2 ვაჟი ყავდა და ესეც მესამე ძმა იქნებოდა მათთვის. აი ასე შემოდის იამანი ამირანიანის ციკლში. როგორც ვხედავთ, ამანის მსგავსად, რომელიც ასევე სვანურ თქმულებაში არის გამოყენებული ამირანის მამის სახელად, აქაც მამინაცვალზე მიდის საუბარი. მაშასე
ამანი და იამანი არიან ამირანის მამინაცვლები. ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს სახელი იამანი. სანამ ანალიზს დავიწყებ, მანამდე მსურს მოგახსენოთ, რომ ენათმეცნიერებაში, უშუალოდ კი სიტყვათ წარმოებაში არსებობს ასეთი აქსიომა, რომ საკუთარი სახელი, ანუ ონომასტიკური ერთეულები წარმოდგება მხოლოდ და მხოლოდ ზოგადი ლექსიკისგან. თუ ხდება ისეთი შემთხვევა, რომ საკუთარი სახელი მეორე საკუთარი სახელიდან მომდინარეობს, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ აღნიშნული სახელის განვითარების რომელიღაცა შუალედურ ფორმას და არქეტიპულ ვარიანტს, ანუ მის ეტიმოლოგიას იგი არ წარმოადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმისათვის რომ ჩვენ სახელი იამანი გამოვიკვლიოთ და მისი პირველი საწყისი ფორმა გავიგოთ და მოვიძიოთ, ამისათვის საჭიროა ვეძებოთ ზოგად ლექსიკაში აღნიშნული სახელის ფონეტიკური და სემანტიკური სიახლოვით აღბეჭდილი სიტყვები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ლექსიკა, მსგავსი ლექსიკა უნდა ლექსიკონებში მოვიძიოთ. სულხან საბას ლექსიკონში, ლექსიკონი ქართული, პირველ ტომში, სხვათა შორის, პირდაპირ არის მითითებული სიტყვა და არა სახელი, სიტყვა იამანი და მას უწერია განმარტება შემდეგი, რომ ეს არის აკატი ან ანთრაკი. ან ორივე ასე ვთქვათ ძვირფასი ქვებია და აქედან გამომდინარე აღმოჩნდა, რომ იამანი ძვირფასი ქვის დასახელება ყოფილა. ისმის კითხვა მართალია, იამანი და იამანი, სახელი იამანი და ეს ლექსიკური ერთეული იამანი აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ სემანტიკურად მათი კავშირი არ ჩანს. როგორ მოვიქცეთ? ასეთ შემთხვევებში ტრადიციული ენათმეცნიერების წარმომადგენლები, როგორც წესი, ანალიზს აღარ აგრძელებენ. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ სულკალმახისა და ამანის სახელების ეტიმოლოგიზაციის დროს აღმოვაჩინეთ, რომ ეს სახელები თურმე ჩვეულებრივი სახელები კი არ არის, არამედ კოდურ ერთეულებს წარმოადგენენ, რომლებშიც აღნიშნული სახელების შექმნისთანავე ჩადებული იყო რაღაცა გასაიდუმლოებული ინფორმაცია, უკვე მკარნახობს, რომ იამანიც სავსებით შესაძლებელია, რომ აი ასეთ კოდურ სახელს წარმოადგენდეს, იმიტომ რომ ერთსა და იმავე მოქმედ პირზე არის საუბარი. მაშასე როგორ გავაგრძელოთ ჩვენი კვლევა? ამისათვის საჭიროა უპირველეს ყოვლისა თითქოს ერთმანეთის გვერდზე დავსვათ აი ეს ლექსიკური ერთეული იამანი, ანუ იგივე ძვირფასი ქვა და სახელი იამანი, ამირანის მამის სახელი. და ჩვენ მივიღებთ რას? იამანი, ხო? ეს გამოდის, რომ არის და ემთხვევა იმ ეგრეთ წოდებულ სინტაქსურ არქეტიპს, ანუ ფორმულას, რომელსაც მე ჩემს კვლევებში ვიყენებ. და ამ შემთხვევაში პირველი ელემენტი, როგორც წესი, განსაზღვრავს ხოლმე ან ამატებს, ან სრულყოფს პირველ, ანუ თავ კომპონენტში გამოხატულ მნიშვნელობას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვიდაიდან ჩვენ არ ვიცით იამანი როგორც ამირანიანის მოქმედი პირის სინამდვილეში რა მნიშვნელობას ატარებდა, გამოდის, რომ პირველი სიტყვის გამოყენებით, როგორც მისი განსაზღვრება, იგი ყოფილა ქვის
ღირს ძვირა უпростоრად ძალიან ძვირფასი ქვის. შეუძლებელია, ხომ? ასეთი რაღაც არსებობდეს ეს ქვის, ასე ვთქვათ, ადამიანი. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავიხსენოთ იგივე ამ ძვირფასი ქვების მახასიათებელი თვისებები, ვინაიდან ამ შემთხვევაში სახელი იამანი შეიძლება რომ გამოყენებული იყოს სწორედ იმ თვისებების მნიშვნელობით, რა თვისებებსაც აღნიშნული ქვები ატარებენ. მართლაც ანთრაკიცა და აგატიც ფერით ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევიან, ვინაიდან როგორც სულხან-საბა ამბობს, ეს არის ლურჯი, მუქი ლურჯი მუქ წითელთან ერთად, ანუ ნაკვერჩხლისფერიო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახლავთ, ვინაიდან როგორც კი ნაკვერჩხალს ვამბობთ, როგორც კი წითელს ვამბობთ, რა თქმა უნდა სიმბოლურად ჩვენ იმ წუთშივე მითითება გვაქვს მზესთან. და რაც შეეხება ლურჯ ფერს, ეს უკვე მითითება გახლავთ ზეცასთან. ძალიან მუქ ლურჯის შემთხვევაში კი მითითება არის ღამის ზეცასთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იამანის როგორც ზოგადი ლექსიკური ერთეულის მნიშვნელობები მე ფაქტობრივად მატყობინებენ, რომ ამირანიანის იამანი კოსმიური თვისებებით არის დაჯილდოებული. თუ კოსმიური თვისებებით არის დაჯილდოებული, ეს იმას ნიშნავს, რომ იამანი კოსმიური წარმოშობის ყოფილა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამირანის მამა წარმოშობით ყოფილა ღვთაებრივი წარმომავლობის. ახლა ეს თუ სინამდვილეს შეეფერება, როდესაც ჩვენ კოდებს ხსნით ხოლმე, ქართველური ენობრივი მასალა, როგორც წესი, გვიდასტურებს ხოლმე ჩვენს მიერ გაკეთებული დასკვნა სწორია თუ სწორი არ არის. ამიტომ აი ეს პირველი დასკვნა, იამანის კოსმიური წარმოშობა შეიძლება ჩავთვალოთ პირველ დასკვნად, რომელსაც სამწუხაროდ ჯერჯერობით მეორე დამადასტურებელი ინფორმაცია არ აქვს. თუმცა ჩვენ თუ არ გავაგრძელეთ ანალიზი, აღმოჩნდება, რომ ჩვენ აქ ვიკეტებით, ვინაიდან უკვე მეტი არაფერი გამოსაკვლევი, ასე ვთქვათ, აღნიშნულ ორ სიტყვასთან დაკავშირებით არ აგვაქვს. მაგრამ ჩვენ განვიხილეთ იამანის სახელი როგორც ერთი მთლიანი ერთეული. მაგრამ ქართული ენა მკარნახობს, რომ მე აღნიშნული სახელი სტრუქტურულადაც უნდა განვიხილო. და თუ მე მას სტრუქტურულად განვიხილა, ამ შემთხვევაში იგი შედგება ორი ერთეულისაგან. აი ახლა სლაიდზე თქვენ ხედავთ სწორედ აი ამ დაყოფას იას პლუს მან. რატომ მოვახდინეთ ასეთი დაყოფა და სწორია თუ არა იგი? ჩვენ გავიხსენოთ ჩვენი წინა საუბარი ამანთან დაკავშირებით, სადაც ვნახეთ, რომ ეგვიპტური ენა ქართველურ ნაცვალსახელოვან სისტემას იყენებდა საკუთარი თეოფორული სახელების საწარმოებლად, ანუ ღმერთების სახელების საწარმოებლად და აღმოჩნდა, რომ თურმე ქართულშიც ნაცვალსახელები ასეთივე დიდი წარმატებით შეიძლება იყოს გამოყენებული. აქედან გამომდინარე, აი ამ მეორე კომპონენტის გამოყოფა მან, რა თქმა უნდა, ეს არის მესამე პირის ნაცვალსახელის მოთხრობითი ბრუნვა და აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სტრუქტურულად მეორე კომპონენტი სწორია. მაგრამ სტრუქტურული დაყოფა სწორი არ იქნება, თუ მეორე კომპონენტსაც თავისი განმარტება და თავისი ადგილი არ მოეძებნა, ანუ თავისი ლინგვისტური მახასიათებლები არ გამოუჩნდა. და პირველი კომპონენტი სახელისა იამანი არის უკვე ია და იაც ასევე საზოგადო არსებითი სახელი გახლავთ. ანუ ჩვენ ისევ იმ აქსიომის,
ენათმეცნიერული აქსიომის ფარგლებში მოძრაობთ, რომლის მიხედვითაც საკუთარი სახელები აუცილებლად უნდა მომდინარეობდეს საზოგადო არსებითი სახელებისგან და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იას გამოყოფა, რომელიც ქართველურ ენებში წარმოადგენს დამოუკიდებელ ლექსიკურ ერთეულს, თავისი საკუთარი მნიშვნელობით აბსოლუტურად გამართლებულია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი ანალიზი სტრუქტურული თვალსაზრისით თურმე საჭიროც კი ყოფილა, ვინაიდან იგი გვკარნახობს თუ რა კუთხით უნდა გავაგრძელოთ ჩვენ შემდგომი კვლევა. რა თქმა უნდა, ამ წუთში ჩვენ მანზე, ნაცვალსახელზე არაფერს არ ვიტყვით, ვინაიდან ჩვენ ნაცვალსახელებზე ზოგადად საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ ჩვენს წინა გადაცემაში, მაგრამ აქ უბრალოდ ვახსენებთ, რომ ეს მან ისევ და ისევ არის მართალია იამანი კია, ვიცით რომ ამირანის მამა, მაგრამ მაინც გარკვეულწილად ამ ნაცვალსახელის გამოყენებით იგი უცნობ პიროვნებად რჩება. ეს არის იამანის სახელის სრულიად განსხვავებული რაკურსი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამ ძალიან მნიშვნელოვან დასკვნას ჩემი გამოკვლევიდან, რომ ერთსა და იმავე სიტყვას, ერთსა და იმავე სახელს შეიძლება გააჩნდეს არაერთი რაკურსით მიღებული მნიშვნელობა, არამედ მას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული იპოსტასები, ანუ განსხვავებული კუთხიდან შეიძლება იგი იკითხებოდეს. აქედან გამომდინარე, ამირანის მამის სახელი იამანი იკითხება არა მხოლოდ აი იმ ძვირფასი ქვის სახელის თვალსაზრისით, ანუ ერთი შტო ჩვენ სახელის განვითარებისა აქეთკენ გვაქვს და ვიცით რომ ეს უკვე კოსმოსისკენ ფერების მეშვეობით მიგვიძღვის, არამედ მეორე კომპონენტი უკვე აქ არის მან, ანუ ნაცვალსახელური კომპონენტი, რომელსაც შეაქვს უცნობობის მნიშვნელობა იამანის მთლიან სისტემაში და მესამე კომპონენტი უკვე არის ია, რომელმაც ასევე, რა თქმა უნდა, თავისი თვისებები უნდა შესძინოს პირველ კომპონენტს, ანუ ეგრეთ წოდებულ წამყვან სიტყვას. რა არის ია? ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება ია რაც არის, მაგრამ მოდით ვთქვათ ახლა ის ძირითადი თვისებები, რაც მას ახასიათებს და რაც ჩვენი გამოკვლევისთვის დაგჭირდება. ეს უპირველეს ყოვლისა არის მისი ფერი. და ჩვენ ვიცით, რომ ია არის ლურჯი, მას შეიძლება ლურჯი და მუქი ლურჯი და წითელში გარდამავალი ფერიც ჰქონდეს, ხო? ანუ ზუსტად ისეთივე ფერებზე მიდის აქ საუბარი, რაზედაც საუბრობს სულხან-საბა ორბელიანი ანთრაკთან დაკავშირებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აი ჩვენ უკვე მივიღეთ მეორე დასტური იმისა, რომ ანთრაკის გამოყენება, უпростоრად იამანის სიტყვის გამოყენება, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელობაც გახლავთ თურმე აი ამ ფერის მქონე ძვირფასი ქვა, თურმე სწორი ყოფილა, ჩვენ სწორად გამოვყავით ეს. აქედან გამომდინარე, მე იაც როდესაც მის ფერებზე ვსაუბრობ, ფაქტობრივად მელაპარაკება იგივე კოსმიურ ფერებზე. და შეგვიძლია დავასკვათ, რომ აი ეს იამანი სიტყვა და იამანის პირველი შემადგენელი კომპონენტი ია ერთმანეთს ადასტურებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ანალიზის დროს და ჭეშმარიტების ხარის ძალიან მაღლა სწევს. მაგრამ იას გააჩნია კიდევ ერთი და ძალიან საინტერესო თვისება. ეს თვისება გახლავთ ის, რომ იგი გაზაფხულის მომყვანი ყვავილია. და როდესაც გაზაფხულზე გავდივართ, აქ უკვე იშლება ძალიან ფართო სპექტრი გამოკვლევისა. მოგეხსენებათ, რომ ია დაკავშირებული არის ის წელიწადის იმ სეზონთან, როდესაც იწყება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. ძველ საქართველოში წელიწადის ათვლა, ანუ ახალი წელი დგებოდა ხოლმე გაზაფხულზე. კერძოდ კი 25 მარტს, როგორც ეს ბატონ რამას აქვს აღნიშნული. ანუ 25 მარტი ეს გახლდათ ის დღე,
როდესაც ხდებოდა დღეღამსწორობა. ანუ როდესაც გატოლებული იყო დღისა და ღამის ხანგრძლივობა, ანუ ათვლა იწყებოდა ნულიდან. მაშესადამე ია თავისი გაზაფხულის ასე ვთქვათ გაზაფხულზე აყვავებული იმით რა ქვია თვისებით ხო პირდაპირ უკავშირდება თურმე ახალი ძველი ახალი წლის აღნიშვნას და თუ ეს ასია და ჩვენ აი ამ გაზაფხულით შეგვიძლია გადავიდეთ კალენდარულ სისტემაზე უკვე ხო იმიტომ რომ როდესაც ვიტყვით რომ ახალი წლის ათვლა ხდება ჩვენ ფაქტიურად საუბრობთ უკვე კალენდარულ სისტემაზე საინტერესო გახლავთ ახლა ის რომ შუმერშიც ახალი წელიწადი იწყებოდა სწორედ მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში ანუ აქაც წელიწადის ათვლა ხდებოდა ფაქტობრივად დღეღამსწორობიდან. რატომ მაინც და მაინც აქედან ჩვენ ახლა ძალიან როგორ გითხრათ, ძალიან ადვილად მივხვდებით, მაგრამ იმისათვის რომ ყველაფერი ლოგიკურად ძალიან კარგად შეიკრას, ამისათვის აბსოლუტურად მნიშვნელოვანი არის ერთი სიმბოლოს გახსენება შუმერული ცივილიზაციიდან. ეს ახლა მე თქვენ გიჩვენებთ ერთ-ერთ სლაიდს. ამ სლაიდზე გამოხატული არის ცილინდრი, საბეჭდავი ცილინდრი, რომელზედაც ქალღმრთაებას მარცხენა ხელში უკავია გარკვეული სიმბოლო. ამ სიმბოლოს ასირიოლოგიაში სახელი დესკრიფციული აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სახელი უცნობია. ამიტომ მას უწოდებენ ჯოხსა და რგოლს. აი ეს ჯოხი და რგოლი ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელია. იგი ძველი წელთა აღრიცხვის მესამე ათასწლეულიდან მოყოლება, უფრო სწორად მეხუთე ათასწლეულშიც კი გვაქვს ჩვენ მისი ჩანასახები და უზარმაზარი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული სიმბოლო თითქმის კი არა ყველას, ყველა მეფეს და ყველა ღვთაებას უკავია ხელში. ეს სიმბოლო ანიჭებდათ მათ სწორედაც რომ მეფობის სტატუსს და ამავე დროს ღვთაებრიობის სტატუსსაც. მათ თუ ეს სიმბოლო ხელში არ ეჭირათ, ისინი შეიძლება ითქვას ჩვეულებრივი მოკტავები გახდნენ. ესე იგი, ამ ჯოხსა და რგოლს, რომლის სახელიც უცნობი არის ასირიოლოგებისათვის, თურმე ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონია და ათასწლეულების მანძილზე გამოიყენებოდა იგი ახლო აღმოსავლეთში ღვთაებრიობისა და მეფობის სიმბოლოდ. ახლა მე თქვენ გაჩვენებთ სლაიდზე რამოდენიმე შემთხვევას, როდესაც აღნიშნული სიმბოლო აი ასეთ ღვთაებებსა და მეფეებს უკავიათ, მხოლოდ და მხოლოდ იმის დასტურად, რომ რაც ეხლა ვთქვით, ეს ჭეშმარიტებას შეესაბამება. მაშასე, აი ამ არქაული ცილინდრის შემდეგ არის უკვე მეორე სლაიდი. ამ სლაიდზე თქვენ ხედავთ მარდუქს, მასაც მარცხენა ხელში დააკვირდით უკავია იგივე ჯოხი და რგოლის სიმბოლო და იგი დგას თავის დრაკონ მუშუშზე. მაშუშუ უფრო სწორად, ასე გამოითქმის მისი სახელი შუმერულად. აი შემდეგ სლაიდზე უკვე მოცემული არის ურ-ნამუს სტელა. ურ-ნამუს სტელაზე თქვენ ხედავთ თვითონ მეფე ურ-ნამუს, რომელმაც მესამე დინასტია დააარსა. ურის მესამე დინასტიაზეა საუბარი. ეს ხანგრძლივობა იყო ძველი წელთა აღრიცხვის 2112 წლიდან 2004 წლამდე. და ეს ურ-ნამუ მეფე დგას სწორედ შამაშის, ანუ მზის ღვთაების წინაშე, ხოლო შამაშს კი ხელში იგივე ჯოხი და რგოლი უკავია, რომლითაც იგი თუ შეიძლება ასე ითქვას, სახელს სდებს ურ-ნამუს როგორც დინასტიის დამაარსებელს. ანუ ეს სიმბოლო, როდესაც ხდება, აი როგორ გითხრათ, აი ესეთი კორონაცია თუ შეიძლება ითქვას, რა თქმა უნდა, აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა.
ეს ფირფიტა რომელიც თარიღდება დაახლოებით ძველი წელთა აღრიცხვის მე-17-18 საუკუნეებით იშთარის ანუ ინანას ფირფიტა გახლავთ და მას ორივე ხელში უკავია იგივე ჯოხი და რგოლი ოღონდ თუ დააკვირდებით ჯოხისა და რგოლის ურთიერთმიმართება არის განსხვავებული. Აი ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ შუმერებმა, რომლებიც აი ამ სიმბოლოს იყენებდნენ სხვადასხვა ბარელიეფების, ქანდაკებების, საბეჭდავების და ასე შემდეგ შედგენაში, წარმოდგენაც კი არ ქონდათ, რომ ეს ჯოხი და რგოლი იმის და მიხედვით თუ რა პოზიციაში იყო მათ შორის მიმართება, სრულიად განსხვავებულ ინფორმაციას გადმოსცემდა. მათთვის მთავარი იყო ორი კომპონენტის არსებობა. ეს იყო რგოლი და ეს იყო ჯოხი. ხოლო საიდან რომელი მხრიდან ქონდა ეს ჯოხი ამ წრეს მაგალითად თავდართული, ეს უკვე მნიშვნელოვანი არ იყო. ახლა გავაგრძელოთ და ვაჩვენოთ უკვე ჰამურაბის სტელა. ეს გახდათ მე-18 საუკუნის ძველი წელთა აღრიცხვის რა თქმა უნდა მე-18 საუკუნის ბაბილონის იმპერიის დამაარსებელი და მასაც როგორც ხედავთ შამაში ასევე იმავე სიმბოლოთი ულოცავს თუ შეიძლება ასე ითქვას ან და თუნდაც აკურთხებს მეფედ. ესეც ხედავთ რომ ღვთაებრივი სიმბოლოს აუცილებელი მონაწილეობით ხდება. აქ უკვე ასურის ღვთაება ასურთან აქვს ჩვენ საქმე და მას უკვე ხელში იგივე სიმბოლო უკავია, ოღონდ რა თქმა უნდა ჰორიზონტალური ხაზისა და წრის დამოკიდებულება სრულიად განსხვავებულია. შემდეგშიც ასევე ნახეთ ასურეთში ფაქტობრივად მეფე ღვთაება ასურს ერთი და იგივე პოზიციით უკავია ესა ჯოხი და რგოლი. მაშინ როცა შუმერში განსხვავებულად იყო მოცემული. ეს არის მე-9 საუკუნისა ძველი წელთა აღრიცხვით ნაბუაფლაიდინა როგორ მიდის ღმერთ შამაშთან, ანუ მზე ღმერთთან გარკვეული სათხოვარით, მოდით ასე ვიტყვი. მაშასე ჩვენ ვნახეთ უკვე ფაქტობრივი მასალის საფუძველზე, რომ ჯოხსა და რგოლს, როგორც მას უწოდებენ ასერიოლოგები, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა შუმერული ცივილიზაციისათვის და ფაქტობრივად ეს სიმბოლო წარმოადგენდა შუმერის ცივილიზაციის სიმბოლოს. ახლა ვნახოთ თუ უკაცრავად თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა აი ამ ჯოხსა და რგოლს და ჩვენ ამ ჯოხისა და რგოლის ინფორმაციას ვერ გავიგებთ თუ არ ვიცით ქართული ასომთავრული ანბანის დონი, თუ არ ვიცით ჩვენ დონის ეკლიპტიკური მოძრაობა. ამაზე რა თქმა უნდა დაწვრილებით მე აქ ვერ ვისაუბრებ, მე თქვენ წარმოგიდგენთ მხოლოდ და მხოლოდ გრაფიკულ გამოსახულებას და გიჩვენებთ თუ ქართული ასომთავრული დონი როგორ არის დაკავშირებული და როგორ ხსნის აღნიშნულ შუმერულ სიმბოლოს. მაშ ასე. ახლა თქვენ სლაიდზე ხედავთ მზის მოძრაობის ეკლიპტიკას. ორ ოვალურ წრეს შორის მოთავსებული არის პატარა წრეები, რომლებიც მზის ცალკეული გადაადგილების მანიშნებელია და მაჩვენებელია. ხოლო ის ორი მუქი შავი ოვალური წრე გახლავთ ის გზა, ის ბილიკი, რომელზეც უნდა მზე მიმოძრაოს. ზედა უпроსტად გარეთა წრე გვიჩვენებს, რომ მზეს ამაზე შორს წასვლა აღარ შეუძლია და იგივეს გვიჩვენებს ქვედა ოვალური წრე, უпроსტად შიდა ოვალური წრე და გვეუბნება, რომ მზეს ამაზე ქვემოთ წასვლა არ შეუძლია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აღნიშნული წრეები ჩვენ კულმინაციის საზღვარს გვიჩვენებენ.
თუ მე ავდგები და აღნიშნულ ეკლიპტიკურ მოძრაობას მზისას გრაფიკულად მარტივად უფრო გამოვსახავ, მე მივიღებ ჩვეულებრივ აი ასეთ ოვალს. მაგრამ როდესაც მზე მოძრაობს ეკლიპტიკაზე, მას გააჩნია 4 ძირითადი ფაზა. ეს ფაზები არის გაზაფხულისა და შემოდგომის დღეღამსწორობის ფაზები და ზაფხულისა და ზამთრის კულმინაციური ფაზები. ჩვენ ამ ფაზებს ვეძახით, პირველს მაპატიეთ ბუნიობას, ხოლო მეორეს კი ნაბუნიობას. და აი ეხლა თქვენ სწორად სლაიდზე ხედავთ, აი ამ 4-ვე ფაზას. ზედა და ქვედა გვიჩვენებს, რა თქმა უნდა, მზის ზაფხულის ნაბუნიობასა და ზამთრის ნაბუნიობას, ხოლო გვერდითები კი მარჯვენა მხარეს განლაგებული რგოლი გვიჩვენებს გაზაფხულის დღეღამსწორობას, გაზაფხულის ბუნიობას, ხოლო მარცხენა კი შემოდგომის დღეღამსწორებას. თუ მე აღნიშნულ გრაფიკულ მონაცემებს გავამარტივებ და ერთ რომელიმე ფაზას ვაჩვენებ, მაშინ შემიძლია ეს გავაკეთო აი ასეთი გრაფიკული მონაცემების მიხედვით. პირველი, რა თქმა უნდა, ანუ მარცხენა მხარეს კიდეში ეს გახლავთ წრე, რომელსაც თავზე აქვს ჰორიზონტალური ხაზი და ეს გახლავთ ქართული ასომთავრული უყელო დონი. მეორე უკვე ეს არის წრე, რომელსაც ქვევითა აქვს, რა თქმა უნდა, ეს ჰორიზონტალური ხაზი, ეს არის ქვედა, ანუ ზამთრის კულმინაცია, ხოლო მესამე ორი ჰორიზონტალური ხაზით უკვე მათი კომბინირებული გამოსახულება. ქართულ ასომთავრულ ანბანში დონი მოცემული არის მხოლოდ და მხოლოდ ზაფხულის ნაბუნიობის ფორმით, ხოლო სხვადასხვა ცივილიზაციებისათვის კი მიცემული არის დანარჩენი სხვა გამოსახულება, ანუ შემოდგომისა და გაზაფხულის დღეღამსწორობები და ზამთრის ნაბუნიობა. ახლა ეს რაც შეეხებოდა კულმინაციურ ფორმებს, ახლა გვაქვს ჩვენ დღეღამსწორობის ფორმები. პირველი ეს გახლავთ გაზაფხულის ბუნიობა, სწორედ ის სიმბოლო, რომელიც შუმერში იყო გამოყენებული, აი იმ ღვთაებრივსა და სამეფო სიმბოლოდ. მეორე ეს გახლავთ უკვე ღვთაება ასურს, რომ ეკავა ხელში შემოდგომის დღეღამსწორობის სიმბოლო, ხოლო მესამე კი ეს არის მათი კომბინირებული ფორმა. მაშასე თუ მე ვარ ქართული ასომთავრული დონის შემქმნელი და მე ვიცი ზაფხულის კულმინაცია, რა თქმა უნდა, ჩემთვის ცნობილი არის ყველა დანარჩენი სხვა ფაზაც, როგორც დღეღამსწორობები, ასევე კულმინაციები და რა თქმა უნდა, შუმერებისთვის მიცემული აი ეს სიმბოლო, რომელსაც თქვენ ახლა დონის გვერდზე ხედავთ, რა თქმა უნდა, წარმოადგენდა და ზუსტად გამოსახავდა შუმერის მაცივილიზებელ ფუნქციას. მაშასე აღმოჩნდა, რომ თურმე ის სიმბოლო, რომელიც შუმერში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთში ძალიან ბევრ ღვთაებასა და მეფეს უკავია, ყოფილა ქართული ასომთავრული დონიდან წამოსული გრაფიკული ფორმები. ეს გრაფიკული ფორმები ასომთავრულ დონში არის მოცემული, იგულისხმება, მაგრამ ისინი ღიად არ არის დაფიქსირებული. ღიად ისინი დაფიქსირებულია განსხვავებულ კულტურებში. ამიტომ არის გამოკვლევა საჭირო ყველაფრისა, რომ ჩვენ თავი მოუყაროთ მთელს იმ ინფორმაციას, რომელიც ქართველურ ენებსა, კულტურასა და რა თქმა უნდა, ანბანში არის დავანებული. მაგრამ გაზაფხულის ბუნიობას კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფუნქცია აქვს. მოგეხსენებათ, რომ გაზაფხული ეს არის აყვავების, სიმრავლის, ბედნიერების და სიხარულის დაწყების რაღაცა ახალი სასწაულად დიდი მოლოდინების მქონე პერიოდი. და თუ ეს ასია, მაშინ გამოდის, რომ შუმერული ცივილიზაცია, რომელიც ითვლება ჩვენი დღევანდელი ცივილიზაციის ფუძემდებელ
ცივილიზაციად სწორედ აქვს მიცემული ეს სიმბოლო, იმიტომ რომ ამ სიმბოლოთი ნულიდან დაიწყო შუმერული ცივილიზაცია და დღეს უკვე აქამდე მოვედით, ხო? აქედან გამომდინარე ფაქტობრივად ამ სიმბოლომ თავისი ფუნქცია პირნათლად შეასრულა. იგი გაზაფხულის მაჩვენებელიც იყო, პროგრესული ცივილიზაციის დასაწყისის მაჩვენებელიც იყო და მომავალი ნაყოფიერებისაც. რაც რა თქმა უნდა გამართლდა კიდეც. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა. პირველი ის, რომ თურმე სახელი იამანი, ამირანის მამის, უпроსტად მამინაცვლის სახელი დაკავშირებული ყოფილა კოსმიურ წარმომავლობასთან და ეს კავშირი გამოხატული არის ფერების საშუალებით. მეორე კაცობრიობის ცივილიზაცია დაიწყო ნულიდან და ამ ნულის ანუ დასაწყისის ნულოვანი ათვლის თუ შეიძლება ასე ითქვას კიდევ წერტილის მაჩვენებელი გახლავთ ის ჯოხი და რგოლი რომელიც ხელში უპყრია მთელს შუმერის მეფეებს ზოგადად ახლო აღმოსავლეთის მეფეებსა და ღვთაებებს და მისი საწყისი არის ქართული ასომთავრული დონი. აქედან გამომდინარე იამანიც ამირანის მამა აი ამ უზარმაზარი ინფორმაციული სისტემის მფლობელი პიროვნება გახლავთ. და თუ ეს ასია, ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ ძალიან მოკლედ რა თქმა უნდა ქართველურ გვარებსა და სახელებზე. ჩვენს ირგვლივ ძალიან ბევრს ქვია ია, ძალიან ბევრს ქვია იამზე, ძალიან ბევრს ქვია იაგუნდი, განსაკუთრებით ადრე და ბევრიც ყავს იაშვილი, იაძე და რა თქმა უნდა იამანიძე. ეს გვარები ხო უკაცრავად გამომჩა მეგრული გვარები დამთავრებული იაზე. ეს ყველა ერთეული ონომასტიკური ერთეული იქნება იგი თუ ონომასტიკური ერთეულის კომპონენტი, მაგალითად როგორც მეგრულ გვარებში გვაქვს ია, თურმე ყოფილა კოლოსალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი. ამიტომ ყველა ია, ყველა იამზე, იაშვილი, იამანიძე და სულ ყველა, რომლებიც კი დღეს დედამიწაზე დადიან და რომლებიც ზეციურ საქართველოში არიან, სულ ყველა აი ამ უზარმაზარი ინფორმაციის მატარებლები არიან და ეს ინფორმაცია ძალიან დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს უკან დგას მთელი ცივილიზაციური სამყარო, დედამიწისეული ცივილიზაციური სამყარო. აი მე ამით მინდა დღეს დავასრულო ჩვენი საუბარი იამანის სახელზე. სულხან საბას სხვათა შორის ლექსიკონში მოცემული აქვს მეორე სახელიც იამინი, მაგრამ ესეც უზარმაზარი კოდი გახლავთ და ამაზე ჩვენ მომავალში ვისაუბრებთ, თუმცა მომავალ შემდეგ ჩვენ საუბარში შემოგთავაზებთ ჩემს ძველს ინტერვიუს, რომელშიც ქართულ ასომთავრულ დონზე შედარებით უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია იქნება მოცემული. ეს ინტერვიუ გაცილებით უფრო ადრეა ჩაწერილი, თუ არ ვცდები 2017 წელს, მაგრამ ინფორმაცია ფაქტიურად თუ არ გაიზარდა, არ შემცირებულა. აი ამით დაგემშვიდობებით. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და როგორც ყოველთვის გიტოვებთ ჩემი ნაშრომების შეძენის შესაძლებლობას მიო შოპში. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.